სავარაუდოდ ეს მოხდება ისევე, როგორც 2022 წელს. მათ შეუძლიათ პირდაპირ უკრაინას შეუტიონ, ან წავლენ პოლონეთზე, ან თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. მე ვფიქრობ, ეს მისი აზრია. ვფიქრობ, იმის საფუძველზე, რაც მე მივიღე დაზვერვისგან, ცხად ყოფს, რომ მომავალ წელს ის გეგმავს ომს ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ. ღმერთმა ქნას ჩვენ შევაჭროთ ეს გიჟი კაცი და არ გქონდეს ომი არცად მსოფლიოში, არც ევროპაში. უნდა იცოდეთ, რომ მას მხოლოდ ამ ფრაზით ვერ შეაჩერებთ. დიახ, მან თქვა, რომ გაჩერდება. ეს საკმარისი არაა. და როგორ შევაჩეროთ ის? ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებით. მე ვთქვი, რომ კი, ჩვენ გვინდა ნატოში, მაგრამ მე არ მსურს უკრაინელების დატოვება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. თუ დღეს არ გაგვაწევებენ ალიანსში. თუ დღეს არ ვართ მზად ნატოში გაწევრებისთვის, კარგით, დაველოდებით, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ ლოდინი. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან გვჭირდება შეხვედრა და მძლავრი მხარდაჭერის მიღება. ძალიან უცნაური იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება.